მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel. დღეს გთავაზობთ მეორე ნაწილს ამ ამანათის. თუ პირველი ნაწილი არ გინახავთ, მული აუცილებლად იქნება შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ, ხოლო მეორე ნივთი ამ ამანათში არის. ეს დროებით გადავდოთ. ეს არის მეგობრებო Xiaomi-ის ფირმის ახალად გამოსული მანქანის DVR კამერა. როგორც მოგეხსენებათ, Action camera Xiaomi-ის ვის ვერსია გამოიყურება ასე, ეს Action camera არის როგორც მოგეხსენებათ, ხოლო ეს არის მანქანის DVR. თითქმის მსგავსი ფუნქციონალი აქვს ამ კამერებს, მაგრამ ეს კამერა განკუთვნილია ავტომობილისათვის DVR ფუნქციით, ხოლო ეს ნაკლებად შეიძლება გამოიყენოთ DVR ფუნქციით მანქანაზე დასაყენებლად, თუ მანქანისთვის გინდათ ავტომობილისთვის ჯობია ეს შეიძინოთ, რადგან მოყვება ის კომპლექტაცია, რაც საჭიროა DVR-ის ფუნქციისათვის. მოდით ეს კამერა დროებით გადავდოთ. როგორც ხედავთ, ჩვეულებრივ კამერასთან შედარებით განსხვავებულ შეფუთვაში მოდის. ეს კამერა მონაცემებზე შეგიძლიათ ნახოთ, ეს წაიკითხოთ. ეს კამერაც იღებს Full HD ვიდეოს 1920x1080 ზომით 60 კადრი წამში, ასევე იღებს 2K ვიდეოს მხოლოდ 30 კადრი წამში. მონაცემები შეგიძლიათ აქვე ნახოთ. მოდით აღარ გავაგრძელოთ ბევრი, გავხსნათ. როგორც ხედავთ, სხვანაირად არის შეფუთული Xiaomi-ის ახალი პროდუქტი, თეთრ ხუთში მოდის. საკმაოდ ხარისხიანი ყუთებია ეს Xiaomi-ის, მცირე დაზიანებები აქვს, მაგრამ ეს არაფერი. აი მეგობრებო, როგორც ხედავთ, ვერცხლისფერი, მუქი ვერცხლისფერი არსებობს, ამის მეორე ვერსია თუ არ ვცდები, ოქროსფერია, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ბმული იქნება აუცილებლად ნახოთ. ეს სტანდარტული კომპლექტაცია, აი ეს ამოვიღოთ ჯერჯერობით. ეს გადავდოთ კამერა. როგორც ხედავთ, დარბილება აქვს პარალონი, ესეც მეტი არაფერი არ არის, როგორც ხედავთ, რაც შეეხება კომპლექტაციას. სტანდარტული Xiaomi-ის მაკულატურა, აქ მე მგონი არ დაგჭირდება ამაზე გადახედვა. როგორც იცით, ამ კამერას ასევე აქვს Wi-Fi ფუნქცია, ამას მერე ვისაუბრებთ. მოყვება მავთული, ესეც გავხსნათ. ეს არის დაახლოებით 2 თუ 3 მეტრი მავთული, micro USB, როგორც ხედავთ. micro USB თუ USB, ეს ფათაშორის საკმაოდ ხარისხიან მავთულებს უშვებს Xiaomi-ის ფირმის Xiaomi. ასევე მოყვება ავტომობილისათვის განკუთვნილი კვების ბლოკი, ესეც გავხსნათ. საკმაოდ სასიამოვნოა ესეთი რამ, რომ მოყვება კომპლექტაციაში. როგორც ხედავთ, აი ესე ვეცდები ახლოს მოვიტანო. როგორც ხედავთ, აქვს 2 პორტი, USB პორტი, ანუ როდესაც ჩაამაგრებთ ამას ბუდეში, გამოიყენებთ როგორც კამერისთვის, ასევე ტელეფონის დასატენად. საკმაოდ კარგი ხარისხისაა, ეს მეტალები არის, ეს ადგილები არის მეტალები, ესენი, აქ აწერია I. საკმაოდ კარგად არის, აქ შეგვიძლია მონაცემები წავიკითხოთ. 5 ვოლტი 3-დან 4 ამპერამდე დაახლოებით. მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ, აი ეს რა წერია, როგორ წერია. ესეც გადავდოთ და ასევე მოყვება საკმაოდ პატარა, მე არ მეგონა ესეთი პატარა თუ იქნებოდა, მანქანის მინაზე დასამაგრებელი ამ კამერის. საინტერესოა, ესეთ პატარა ჯერ არ მინახია, ხელში ამჭერია. ეს განკუთვნილია კონკრეტულად ამ კამერისათვის, როგორც ხედავთ, სპეციალური სამაგრებელი აქვს. მოდით ეს დროებით გადავდოთ ეს ყველაფერი. მოკლედ, კამერის შესახებ შეგვიძლია ესეთი რაღაცა ვთქვა, წინა მხარეს აქვს ლინზა, როგორც ხედავთ, რომელსაც შეუძლია 165 გრადუსიანი ხედით გადაიღოს ვიდეო.
აქ აქვს micro SD ბარათის ჩასადების სლოტი, რომელსაც მხარდაჭერა აქვს 64, მაქსიმუმ 64 გიგაბაიტამდე. აქ არის ხვრელები ვენტილაციისთვის, ანუ კამერა ხურდება როგორც სიტმუდმივად ჩართვის დროს და ეს ეხმარება რომ უფრო კარგად გაგრილდეს კამერა, ანუ ხვრელებია სპეციალური კონდიციონერებისთვის. აქეთ აქვს micro USB პორტი, ანუ კაბელი შესაერთებელი, კაბელი ერთდება აქ და ასევე აქვს reset ხილაკი და უკანა მხარესაც შეეხება აქვს 2.7 ინჩის ეკრანი და სამართავი ღილაკები. ასევე აქეთ ამ მხარეს არის ორი ინდიკატორი, მარჯვენა მხარეს არის წითელი, ხოლო მარცხენა მხარეს ყვითელი. მარჯვენა მხარე წითელი ნიშნავს იმას, რომ კვებაზე არის ჩართული ეს კამერა და მარცხენა მხარეს არის ყვითელი, ყვითელი დიოდის ციმციმის დროს ეს იმას ნიშნავს, რომ კამერა იწერს ვიდეოს. რაც შეეხება ვიზუალურად მეტი რა შეგვიძლია ვთქვათ, მოდით თუ არ ვწდები ამ კამერას უნდა კონდეს ძალიან დაბალი, ეს ქვედა მხარეს შეგიძლიათ ნახოთ მონაცემები. ეს რაც თითქმის აწერია 5 ვოლტი 2.0 ამპერი კვება ჭირდება. რაც შეეხება ჩართვას, თუ არ ვწდები ეს ერთება. სავარაუდოდ არ არის აყენელი, კვება შევაერთებ და დაგიბრუნდებით. აი ეს კაბელით შევაერთეთ წყაროზე, შეგვიძლია შევაერთოთ კამერას. საკმაოდ კარგად ჩდება ბუდეში. როგორც ხედავთ, წითელი ეს ნიშნავს, რომ იტენება, ანუ თუ იცით, ამ კამერას აქვს ასევე თავისი ელემენტი ძალიან მცირე მოცულობის, რომელიც რამოდენიმე წამის განმავლობაში გვაძლევს საშუალებას, რომ იმუშაოთ წუთის განმავლობაში. ეს რაც შეეხება თვითონ კამერას ასევე აქვს Wi-Fi ფუნქცია, ანუ თქვენ შეგიძლიათ ამ QR კოდით გამოიწეროთ აპლიკაცია და ამ აპლიკაციით შეგიძლიათ მართოთ დავკავშირდეთ როგორც Xiaomi-ის შემთხვევაში, მსგავსად შეგიძლიათ დავკავშირდეთ ამ კამერას და ამოიღოთ ის მონაცემები როგორც გინდათ, მაგრამ ეკრანი რახან აქვს, უფრო ამარტივებს მუშაობას, როგორც ხედავთ, ჩინურად წერია, ვაწვევით დიდი ხანი. აი ჩაერთო. პროსტორად გაითიშა. აი ესე ერთხელ დავაწვევით. კიდევ, აი როგორც ხედავთ, ჩაიდო. ახლა სავარაუდოდ წერს, რომ SD ბარათი არ დევს. რაც შეეხება მართვას, ეს ღილაკი ჩაწერის ღილაკია, ეს ბარათი არ დევს და სავარაუდოდ ვიდეოს ნახვების, ანუ ჩაწერილი ვიდეოს ნახვებისა, ესეც ეს სურათების, რაც შეეხება პარამეტრებს შესასვლელად ვაწვევით ერთხელ. აქ გვაქვს შემდეგი პარამეტრები. პირველი არის შეგვიძლია დავაყენოთ ზომაც უნდა გქონდეს ვიდეოს. ვირჩევთ შესაბამის განყოფილებას, ეს ღილაკები, აი ეს ორი ღილაკი მარჯვნივ და მარცხნივ გადასვლა, ეს არის უკან დაბრუნება, ეს კი OK ღილაკი. აი ამ შემთხვევაში 30 კადრი 1080 ზომის აი ხედავთ მონაცემებს, თუ ერთხელ დავაწვევით შეიძლება, კიდე დავაწვევით შეიძლება, ანუ ეს უკვე 2K არის. ხო, ძირითადად 3 რეზოლუცია, ანუ 1920 1080 30 კადრი, იგივე ზომა 60 კადრი და 2K ვიდეო 30 კადრი. რაც შეეხება მეორეში აქ შეგვიძლია მიკროფონის ჩართვა და გათიშვა. ეს არის სენსორი როდესაც კამერა დამაგრებულია და მანქანაზე მაგალითად მოხდა მანქანის გაქანება, ეს სენსორი ავტომატურად ირთვება, როგორც ვიცი. ეს არის მძღოლის გამაფრთხილებელი ფუნქცია, რომელიც როგორც ვიცი, საერთოდ არ მუშაობს, ან იგვიანებს რამოდენიმე წამით. ეს არის Wi-Fi-ის გათიშვა, ჩართვა. აქეთ არის მარჯვნივ არის აქ არის რამდენ წამში უნდა გაეთიშოს ეკრანი, ანუ ძილის რეჟიმში გადავიდეს. ეს არის SD ბარათის ფორმატირება, ეს არის reset-ი მთლიანი კამერის, ხოლო აქ კამერის ინფორმაცია, როგორც ხედავთ, აქ მონაცემები წერია. რაც შეეხება დამაგრებას ავტომობილში, როგორც ნახეთ, მოყვება ესეთი სტანდარტული სამაგრი, საკმაოდ პატარა ზომაში. ესე შეგიძლიათ უნდა გამოიღოთ. ეს ამაგრებთ შუშაზე
და ჩკეტავთ, შესაბამისად ეს კარგად უნდა მაგდებოდეს, ასევე რეგულაცია აქვს, რეგულირება შეგიძლიათ თუ ვწდები აი ესე. აი როგორც ხედავთ, ხმაც გესმით. შეგიძლიათ არეგულიროთ წრეში, ანუ შეგიძლიათ მოატრიალოთ კამერა, ისეთ საკმაოდ კარგი ხარისხისა, რაც შეეხება თვითონ კამერაზე დამაგრების მეთოდს. ეს როგორც ხედავთ თავს სპეციალურად განკუთვნილი ადგილზე, აი ესე ვდებთ და ვაწვევით აი ესე. შემდეგ აი ამ ჩამკეტით იკეტება და თავისით არ ამოვარდება ეს კამერა. საჭიროა, როდესაც მოხსნას დავაპირებთ, ვაწვევით აი ამ ღილაკს. ვეკაჩებით ჩვენსკენ და შემდეგ ვიღებთ. ანუ მარტივია კამერის დამაგრება და მოხსნა ამ სამაგრზე. მეგობრებო, მეტი რა შემიძლია ამ კამერაზე გითხართ, როგორც გითხარით, ეს აქ არის სავარაუდოდ მიკროფონი. ვიზუალურად მეტის ვერაფერს ვერ გეტყვით. შეკითხვები გექნებათ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. იქნება ასე მესამე ნაწილი ამ ამანათის, აუცილებლად ხაზზე დარჩით. დიდი მადლობა რომ ვიყურებთ, კარგად სანდებოდეთ.